ღამე ღიაცის ქვეშ და წვიმაში გაატარეს სტუდენტებმა პარლამენტის წინ მათ კარვები და ეგრეთ წოდებული პლედები და პუფები, ასევე ბალიშები ისევ არ მიატანინეს. პარლამენტის წინ 24 საათიან პროტესტს ცეუს სტუდენტები მართავენ. ახალგაზრდები ახალი არჩევნების ჩანიშვნას და რეჟიმის ტყვეების გათავისუფლებას ითხოვენ. მათ შორის არის ირაკლი მიმინოშვილიც, რომელიც საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის სტუდენტია. უკვე მეხუთე რაც ისევ სტუდენტებმა მოწავებამ გადმოინაცვლა პარლამენტის ტერიტორიაზე და გვერდება არაერთი ადამიანი უნივერსიტეტის სხვადასხვა უნივერსიტეტის ბავშვები და ჩვენ არ ვაპირებთ გაჩერებას. ჩვენი თანამშრომლები არის არა ის რომ ჩატარდეს ხელახალი არჩევნები, არამედ ჩვენ მოვიცავთ არალეგიტიმური მთავრობის გადადგომას და ამ რეჟიმის დასრულებას. რა თქმა უნდა, აუცილებლად უნდა გათავისუფლდეს რეჟიმის მქონეები. აი ამ ახალგაზრდების გვერდით, აი ამ პატრიოტი ახალგაზრდების გვერდით ყოფნა ჩვენთვის არის ძალიან დიდი პატრიოტი. სანამ არ გავიმარჯვებთ, სულ ერთად ვიქნები ამ ახალგაზრდებთან ერთად. უკან დამხები ჩვენ არც ერთი არა ვარ. მე ყველას მოვუწოდებ. ტყვეობაში მყოფი ახალგაზრდების მშობლებს, ყველა მოქალაქეს მოვუწოდებ, რომ დავდგეთ ერთად, ვინაიდან ჩვენი მიზანი უცვლელი რჩება, უნდა წავიდეს ეს ხელისუფლება. თავარია სამშობლო, ამ ჩემი შვილების მომავალი გადარჩეს. ერთად გადავარჩინოთ. ვაგრძელებთ ისე 24 საათიან პროტესტს. ჩვენ სეულ სტუდენტებს შემოგვიერთდა რა თქმა უნდა ძალიან ბევრი ჩვენი მეგობრები, ასევე სხვადასხვა სტუდენტები, დედებიც მათ შორის. კი, რთულია მართალია წვიმაში, იმიტომ რომ ვერ ვიძინებთ, ფეცები წელი გამედგომა, მაგრამ ჩვენ არ შევშინდებით, ისევ გავაგრძელებთ, ისევ ჩვენი მოთხოვნებით გავართ აქ, რომ უნდა გადადგეს ეს არალეგიტიმური მთავრობა, არანაირი ხელახალი არჩევნები, პირდაპირ გადადგეს არალეგიტიმური მთავრობა.